ხორბლის მწარმოებლები სახელმწიფოსგან დახმარებას და ხორბლის იმპორტზე გადასახადის დაწესებას ითხოვენ. როგორც დარგში განმარტავენ, დღეისათვის ხორბლის ფასი საშუალოდ კილოგრამზე 60 თეთრში ადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერმერები მომავალს ფაქტობრივად თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყიდიან. ადგილობრივ ბაზარზე ხორბალი მას შემდეგ გაიახდა, რაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე გადასახადი მოხსნა და რუსული ნედლეული ქვეყანაში დაბალ ფასად შემოდის, რასაც ადგილობრივი მწარმოებლები კონკურენციას ვერ უწევენ. ამიტომ ხორბლის მწარმოებელთა ასოციაცია ხორბლის იმპორტზე გადასახადის დაწესებას ითხოვს. საკითხზე მეხორბლებს უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ახლა მათგან დამაიმედებელი გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. რა ვითარებაა დარგში და რა გამოხმაურება მოყვა მათ ამ ინიციატივას, ეკა გაზდელიანი გვეთქვეს უფრო მეტ დეტალს, ეკა გისმენთ. მოგესალმები ნინო, ახალი მოსავლის აღებამდე სამთოზე ნაკლები რჩება, თუმცა ქართველი მეხორბლეები, როგორც აღმოჩნდა, მომავალს უკვე შიშით უყურებენ, მიზეზი მარცვლეულის დაბალი ფასები და რუსეთიდან შემოსული იაფი პროდუქცია, რომელიც ადგილობრივ წარმოებას კონკურენციას უსპობს. ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ თუ სახელმწიფო დროულ ნაბიჯებს არ გადადგამს, სექტორის გაჩერება ემუქრება. ნიკოლოზ ბენიაიძის განმარტებით, დღეისთვის ხორბლის ფასი საშუალოდ 60 თეთრში ადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერმერები მოსავალს ფაქტობრივად თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყიდიან. ეს ვითარება კი განსაკუთრებით მწვავეა იმ ფონზე, რომ გასულ წელს, როდესაც ფასი 80 თეთრს აღწევდა, ფერმერებმა თითქმის ყველა ტრადიციული ფართობი დათესეს და წელსაც კარგ მოსავალს ელოდებიან. ხორბლის ადგილობრივ ბაზარზე კი კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მოსაკრებელი მოხსნა და შედეგად ქვეყანაში იაფად შემოდის მარცვლეული. მეხორბლეები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ფასების პოლიტიკის გადახედვა, რათა ფერმერებმა ცეცხლის გადახდა და წარმოების გაგრძელება შეძლონ. დარგი გამოსავალს იმ მექანიზმში ხედავს, რომელიც სახელმწიფო 2 წლის წინ გამოიყენა, როდესაც ფქვილზე, ქატოსა და ქერზე სპეციალური საბაჟო გადასახადი შემოიღო და სექტორში აცხადებენ, რომ ანალოგიური მიდგომა ახლა ხორბალზეც უნდა გავრცელდეს. იგივე შეიძლება გაკეთდეს, როგორც მოხდა ფქვილზე, ქატოზე და ქერზე, ხორბალზეც სათანადოდ იყოს შემოღებული საფასური იმ დრომდე, სანამ თუ იმ შემთხვევაში რუსეთი ისევ დაუწესებს ამ მოსაკრებელს ექსპორტიორებს, ამ შემთხვევაში ჩვენი მხარე შეუძლია მოხსნას, რომ ფასები დაარეგულოს იმ დონეზე, პური რომ არ გაძვირდეს და ადგილობრივი ფერმერებიც გადარჩნენ. 60 თეთრა ძალიან რთულია კვლავ წარმოების გაგრძელება და ველოდებით ნაბიჯებს სამინისტროდან, მინისტრთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს და ფერმერებს გვაქვს ის მოლოდინი, რომ რაღაც შედეგს გამოიღებს ის ნაბიჯები, რასაც გადადგავენ. ინიციატივას მხარს არ უჭერენ საცხობები. პურის მცხოვრებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი საბაზრო ეკონომიკაში სახელმწიფო ჩარევებს და იმპორტირებულ ფქვილზე უკვე დაწესებულ დაბალანსებულ გადასახადს აკრიტიკებს. მისი განცხადებით, ნედლეულის ხელოვნური გაძვირება პირდაპირ აისახება პურის თვითღირებულებაზე, რაც საბოლოო ჯამში მოხმარებლისთვის ფასის მატების რისკებს შეიცავს. მალხაზ დოლიძის განმარტებით, ფქვილის იმპორტზე დაწესებულმა დამატებითმა გადასახადმა ერთი ტომარე ფქვილის ფასი უკვე გაზარდა დაახლოებით 15 ლარით და 75 თეთრამდე აიყვანა და როგორც ის განმარტავს, ნებისმიერი ფასთან შორის უცვლელებისაც ძირითადი წნეხი სწორედ მცხოვრებლებზე მოდის, რადგან ისინი არიან პროდუქციის საბოლოო შემქმნელები, ამიტომ ისინი ამ ინიციატივას მხარს არ უჭერენ. კი ბატონო, მუშაობს, წისქვილმა უნდა იმუშაოს, ჩვენც უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ მომესწრაფ ამ არჩევანის საშუალებას. ასე ხო არ შეიძლება რა, საბაზრო ეკონომიკის თამაში საერთოდ ეხლა მე არ მიმაჩნია ასე სწორად და ეხლა მე მესმის ფერმერების და მათი мотиваცია, რომ ჩვენ გვინდა რომ მათ მეტი დაამზადონ საქართველოში და ამას რა ჯობია, მაგრამ ეხლა ერთის ხარჯზე და მეორეს ხარჯზე და ეს ბოლოს მივა პურის ფასამდე. მე ვიცი ეს ასე იქნება და ეხლა ამიტომ მე ამას არ დაუჭერთ ხარ. ხო და არ გვინდა ამის გაზრდა და არ გვინდა თავის ტკივილი და მერე ყვირილი და პარლამენტებში დაბარება და კიდე ამაზე ლაპარაკი. დღეს მდგომარეობით ფქვილის იმპორტზე 300 ლარია დაწესებული ტონაზე, დამაბალანსებელი გადასახადის სახით ქატოსა და ქერზე კი 200 ლარი. ეს გადასახადი მას შემდეგ დაწესდა, რაც წისქვილ კომბინატებმა დაიჩილოს და თქვეს, რომ რუსეთიდან შემოსული იაფი ფქვილი მათ ფაქტობრივად უფუნქციოდ ტოვებდა. ამ გადასახადის დაწესების შემდეგ ფქვილის იმპორტი მინიმუმამდეა დასული და ქვეყანაში ხორბალი შემოდის, ძირითადად ნედლეულად, რომელიც ადგილობრივ წისქვილ კომბინატებში მუშავდება. ხორბალზე ეს გადასახადი ამ ეტაპზე არ მოქმედებს, ცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო უფრო ცვლად ამ თემაზე. უკვე 19 საათზე ჩვენს თავარ გამოშვებაში კი ამბობთ. მადლობა ეკა ხორბლის მწარმოებელთა მოთხოვნაზე ეკა გაზდელიანი საუბრობდა.